18 წლის სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც 11 დღით იყო ფოთის იზოლატორში, ის ბათუმში დააკავეს საპროტესტო აქციაზე. ლუკამ დატოვა დღეს იზოლატორი ცოტა ხნის წინ და ახლა შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა ლუკა, გილოცავთ გათავისუფლებას და პირველ რიგში აი ამ 11 დღის შესახებ მოგვიყევით რა ვითარებაში იყავით ციხეში და მე უკვე სხვა საკითხებსაც შევეხოთ და როგორ ხართ ამას გითხავთ პირველ რიგში. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა დიდი მოწვევისთვის, მოლოცვისთვის. კარგად ვარ, თავს მხნედ ვძნობ. მუხტი, ასე ვთქვათ, ამ 11 დღის განმავლობაში არ განელებულა პირიქით ის უსამართლობა, რაც სასამართლოზე ვიხილეთ პატიმრებმა, პირიქით ამან გაზარდა ჩვენი მუხტი და გაასმაგებული მუხტით გამოვედით და ეხლაც იმედი მაქვს ბათუმში მიმდინარეობს აქცია და იქითკენ ვემართები. აი ლუკა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის და დღეს აი მთელი გადაცემის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობთ, რომ რეჟიმი იყენებს არაერთ მეთოდს. ეს არის დაპატიმრება, ეს არის ფინანსური კუთხით ჯარიმების დაწერა, ცემა, სხვადასხვა ფორმით დაშინება. თქვენ ამბობთ, რომ ამან თქვენზე გავლენა ვერ იქონია. საერთოდ როგორ ფიქრობთ, ვინც აი ესე აქტიურად იბრძვის, მასზე შეიძლება ამას რაიმე გავლენა ქონდეს თუ პირიქით ხდება ეს? პირიქით წინააღმდეგობა ვფიქრობ შობს უფრო დიდ წინააღმდეგობას. ზოგადად ივანიშვილმა ქვეყანაში გააკრო პოლიცია და მასთან ერთად გააკრო სამართალიც და ქართული საზოგადოება ამასთან შეგუებას არ აპირებს და როდესაც ამხელა საზოგადოება იდეის გარშემო ერთიანდება სიყვარულითა და თანადგომით შეუძლებელია, რომ ეს საზოგადოება ამ ბრძოლაში დამარცხდეს. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, ის სამოქალაქო სექტორი, რომელიც ახლა შეკრულია, იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში აღდგება პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურა, ღირსეული და მასთან ერთად აღვადგენთ სამართალსაც. ზოგადად იდეისთვის მსხვერპლის გაღება ყველაზე მეძალას ძენს, თავად ამ იდეად და ეს პატიმრობების თუნდაც ეს ჯარიმებიც არის ის პატარა მსხვერპლი, რომელიც საბოლოო ჯამში მეგვიყვანს გამარჯვებამდე. ლუკა, აი ჩვენ ახლა ეთერში გქონდა თქვენი დაკავების კადრები, თუ შეიძლება კიდე გაუშვათ, ახლაც გადის დაკავების აბსურდულობა, შემდეგ ეს აბსურდი სასამართლოში, შემდეგ ეს ციხე მოგვიყევით ამაზე. აი ეს ჯაჭვი თქვენ მთლიანად გაიარეთ, ხო? აი ყველა რგოლი. ბოდიში გაწყდა ხმა. დიახ, ისმის ახლა თუ კი ჩემი შეკითხვა გესმოდათ, შეგიძლიათ მიპასუხოთ უკვე. არა. კარგით, გაგიმეორებთ მაშინ. მთელი ეს ჯაჭვი გაიარეთ თქვენ. დაკავება, ეს აბსურდული დადანაშაულება რეჟიმის მხრიდან, მერე ის რაც სასამართლოებზე ხდება, შემდეგ ციხეში ყოფნა. აი მოგვიყევით აი ამ რგოლის, აი ამ ჯაჭვის შესახებ, რომელიც ერთ ადამიანს გადახდება ხოლმე თავს, როდესაც რეჟიმი მას უპირისპირდება. დიახ. ეს აბსურდული დაკავება პირველი არ იყო, პირველად ბათუმში აქციაზე დამაკავეს 2 წლის წინ, 3 ივნისს და ის სასამართლოც მოკლედ და ის სამართლიანო პროცესი გამოვლილი მქონდა, თუმცა ერთადერთი რაც ამ მქონდა გადატანილი, ეს იყო იზოლატორი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არასრულწლოვანი ვიყავი ამ დროს. რა ვიცი, ალბათ ყველაზე დიდი ბრაზი იყო სასამართლოზე, სადაც რა ვიცი, დაკავების დროს ჩანს მართლა ის აბსურდულობა, ის მიზეზი და ის საშინელი ფორმები, როგორც გვაკავებდნენ აქციებზე და ამ ყველაფრის შემდეგ მოსამართლემ ისე გამოიტანა განაჩენი, რომ რა ვიცი, წამით არც დაფიქრებულად ან ისე მიდიოდა თვითონ სასამართლო პროცესი, რომ რატომღაც მაინც მქონდა იმედი, რომ აი თუ ესე ვთქვათ პატიმრობა არა, მაშინ ჯარიმით მაინც დამთავრდებოდა ეს ამბავი და რა ვიცი, როდესაც პატიმრობა მომისაჯეს 11 დღით გამიკვირდა, თუმცა მალევე შევეგუე ამ ამბავს და ესე ვთქვათ დავიწყე მზადება იმისთვის, რომ ეს ეტაპი, ეს ხო ერთ-ერთი ეტაპი იყო ამ ბრძოლის გადამელახა და შემდგომ უკვე ისევ გამოსულიყავი და გამეგრძელებინა ბრძოლა უფრო დიდი შემართებით. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ. გილოცავთ თავისუფლებას კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ. ლუკა ნაცვლიშვილი ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში.